ჩვენი მშობლები ჩვენი პიროვნების დიდ ნაწილს აყალიბებენ მაშინ, როცა მათ ზრუნვაზე სრულად ვართ დამოკიდებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვები მშობლებს ყოვლის შემძლედ, ბრძენად და უნაკლოდ მიიჩნევენ. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ისინი რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ამის უკან უპირობო სიყვარული დგას. და რადგან გვგონია, რომ ისინი შეუცდომლები და სიყვარულით სავსეები არიან, კონფლიქტის გაჩენისას ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. ნებისმიერი კონფლიქტის შესამცირებლად ქცევების, გრძნობებისა და ფიქრის ისეთი ნიმუშები გვიყალიბდება, რომლებიც მორგებულია მშობლების კეთილგანწყობასა და კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანაზე. სამწუხაროდ ამ ნიმუშებმა შესაძლოა ისეთ ადამიანად გაქციოს, რომელიც შენს ჭეშმარიტ პიროვნებას არ შეესაბამება. შედეგად ისეთი მოზრდილები ვხდებით, რომელთა ქცევებიც სევდიანია. ჰოფმანის პროცესი გვეხმარება ჩვენი ქცევების უარყოფითი პატერნების აღმოჩენაში, მათ დაძლევასა და იმ პიროვნებად ქცევაში, რომელიც სინამდვილეში ვართ. უზარმაზარი ანალიზი რომ 7 დღეში ჩაეტიოს, პროცესი ძალიან სტრუქტურირებული და ინტენსიურია და მრავალი სახის ტექნიკას მოიცავს. შედეგად მონაწილეები იგებენ თუ რატომ არიან ისეთები, როგორებიც არიან და სწავლობენ თავიანთი პიროვნების ნეგატიურ მხარესთან გამომშვიდობებას. იმის გასაგებად თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი, ვნახოთ ეს 3 ადამიანი, რომლებიც გარეგნულად მშვენივრად გამოიყურებიან, თუმცა შინაგანად პრობლემები აქვთ. ევა 27 წლისაა. უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლახანს დაიწყო მუშაობა. მას უჭირს ენდოს მამაკაცებს და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების პრობლემა აქვს. ნიკა 51 წლისაა. ბევრი მიღწევა აქვს და წარმატებული დირექტორია. თუმცა მისმა ქორწინებამ ვერ გასტანა და ახლა 2 მოზრდილი შვილი იშვიათად ურეკავს. თავის თავს ეკითხება: ნუ თუ მხოლოდ ესაა ცხოვრება. სანდრო 45 წლისაა. დაქორწინებულია და 1 შვილი ჰყავს, თუმცა არ ჰყავს მეგობრები. ოჯახთან ერთად ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობს და ამ პროცესით მაშინ ინტერესდება, როცა ამჩნევს, რომ მის ქალიშვილსაც უჭირს მეგობრების გაჩენა. პროცესის განმავლობაში ევა მიხვდება, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია იმან, როცა 4 წლის ასაკში მამამ მიატოვა და დედამისს მარტოხელა დედობა გაუჭირდა. დროთა განმავლობაში მამასთან ურთიერთობა გაუარესდა და ისწავლა, რომ კაცებს არ უნდა ენდოს. ნიკა ისწავლის, რომ მისი ცხოვრება კარგად მიდიოდა, ვიდრე მისი ძმა დაიბადებოდა. მხიარული, ექსტროვერტი და ბრწყინვალე ბიჭუნა. ამის შემდეგ ნიკას ვეღარავინ ამჩნევდა. ნიკამ გააცნობიერა, რომ მშობლები იმ შემთხვევაში შეამჩნევდნენ, თუ სკოლაში ან სპორტში საუკეთესო იქნებოდა. რაც იმის მიზეზი გახდა, რომ ზრდასრული ნიკა ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს, რათა ის სიყვარული მიიღოს, რომელიც სჭირდება. სანდრო მიხვდება, რომ დაუგეგმავად გაჩნდა. შეეძინა ახალგაზრდა წყვილს, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა ურთიერთობა. ბავშვობაში ხშირად უგულებელყოფილი იყო, რადგან მშობლებს რთული ცხოვრება ჰქონდათ. ამ სიტუაციის გამო ისინი მას ხშირად უმნიშვნელო რაღაცის გამოც უბრაზდებოდნენ. პატარა სანდრო ფიქრობდა, რომ მათი უბედურების მიზეზი იყო და არ უნდა დაბადებულიყო. ეს პროცესი თერაპევტის ზარით იწყება, რომელსაც 50 გვერდიანი კითხვარი მოჰყვება, რომელიც კლიენტს თავისი ცხოვრების გაანალიზებაში ეხმარება. კითხვებზე პასუხისას მონაწილეები თავიანთი ქცევის გარკვეულ ნიმუშებში ერკვევიან და ამას თავიანთ მშობლებთან აკავშირებენ. შემდეგ თერაპევტი კითხვარს პრობლემების არსში გასარკვევად იყენებს. პირველ დღეს სამივე მიდის სპეციალურ ადგილას, რომელიც იზოლირებულია გარე სამყაროსგან. მობილურ ტელეფონებს აბარებენ, რათა ყურადღება არ გაეფანდოთ. სანდრო თავის თერაპევტს ხვდება და ისინი სიღრმისეულად საუბრობენ. შემდეგ კი დანარჩენ 17 მონაწილეს ეცნობა და იგებს, რომ ყველას გააჩნია თავისი შინაგანი ბავშვი, რომელიც მათ მოლოდინებზე, აზრებსა და გრძნობებზეა პასუხისმგებელი. მეორე დღეს ნიკა და დანარჩენები მეტს იგებენ თავიანთ მშობლებზე და სწავლობენ თუ როგორ ჩამოუყალიბდათ ქცევები დედის ან მამის სიყვარულის საპასუხოდ. ნიკა, რომელიც ყურადღებას მხოლოდ მაშინ იღებდა თუ მშობლებს გააოცებდა, არასდროს ყოფილა საკმარისად კარგი, რომ ის სიყვარული მიეღო, რომელიც სჭირდებოდა. ასეთი პირობებზე დამყარებული სიყვარული უარყოფითია, რადგან ნიკა ქვეცნობიერად ამ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს და სირცხვილის ფუნდამენტური განცდა უყალიბდება. იწყებს ფიქრს, რომ მას რაღაც თანდაყოლილი პრობლემა აქვს. ამიტომ წარმატებულობის 50 წლიანი მცდელობის შემდეგაც კი მისი შინაგანი ბავშვი იმ უპირობო სიყვარულს ეძებს, რომელსაც ასე იშვიათად იღებდა. მესამე დღეს ევა ხვდება, რომ ბავშვობისას ჩამოყალიბებული ქცევითი ნიმუშები მოზრდილობაში მის ურთიერთობებზე აისახება. ევა არ ენდობა არავის, ვინც მამას აგონებს. თუმცა მოგვიანებით ჯგუფური თამაშისას აცნობიერებს, რომ არსებობენ კაცები, რომელთან დობაც შეუძლია.
ევა თავის მშობლებს აბრალებს, რომ დანგრეული ურთიერთობის მსხვერპლი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე თავისი უარყოფითი პატერნების მშობლებთან დაკავშირება შეუძლია. ამის შემდეგ ის ცდილობს ვითარება თავისი მშობლების გადმოსახედიდან გააცნობიეროს, რადგან ისინიც ბავშვები იყვნენ, მათაც ჰყავდათ მშობლები, რომლებსაც თავიანთი პრობლემები ჰქონდათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე ევას შეუძლია მშობლების მდგომარეობა გაიგოს და მიხვდეს, რომ იგი ისე აღზარდეს, როგორც შეეძლოთ. ახლა მას შეუძლია თავისი წარსული მიიღოს და კაცებისადმი მისი უნდობლობა გაქრობას იწყებს. მეოთხე დღეს მონაწილეები თავიანთ მშობლებსა და ბავშვობას ემშვიდობებიან და თავიანთ თავს შემდეგ კითხვებს უსვამენ. რა ტრამვები მომყვება დედისა და მამისგან? რა გავლენა ჰქონდა ამ ტრავმებს ჩემს ცხოვრებაზე? რა სტრატეგიები განვივითარე ამ ტრავმებთან გასამკლავებლად? ნიკას არ უნდა, რომ ის მტკივნეული აზრი ახსენდებოდეს, რომ მშობლების უპირობო სიყვარულის ღირსი არაა. ამასთან გასამკლავებლად ის მათ მხოლოდ მაშინ ეკონტაქტება, როცა განსაკუთრებული სიახლე აქვს. მაგალითად დაწინაურება, რადგან იცის, რომ ისინი მოусმენენ და მოსალოდნელად მოიქცევიან. ნიკა ამით გულის ტკენის შანსებს ამცირებს. ამის გაცნობიერების შემდეგ ნიკა აყალიბებს გეგმას, რომ ჰოფმანის პროცესის გავლის შემდეგ თავის ცხოვრებისეულ ხედვას მიხვეს. მეხუთე დღე შურისძიების შესახებაა. სანდრო, რომელსაც არ უნდა იმის გახსენება, რომ თავადაა პრობლემების სათავე, ამას დამალვით უმკლავდება. ადრეულ ასაკში ბავშვები თავიანთ ღირსებას იმაზე ფიქრით ინარჩუნებენ, თუ ერთ დღეს მშობლებს სამაგიეროს როგორ გადაუხდიან. როცა ვიზრდებით, შურისძიების მსგავსი ფიქრები ქვეცნობიერში გადადის და თინეიჯერობისას სანდრო უკვე სამაგიეროს გადახდას იწყებს. ჯერ კანონს არღვევს, შემდეგ კი ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტს წყვეტს. ამ დღეს სანდრო შურისძიებაზე ფიქრს წყვეტს და თავის მშობლებს იღებს ისეთს, როგორებიც არიან. შინაგანი ბავშვი ღირსებას იბრუნებს და ძლიერდება. გაზრდილ სანდროს შეუძლია სამალავიდან გამოვიდეს და საბოლოოდ სიამოვნებით გაიცნოს ახალი ადამიანები. მეექვსე დღეს მონაწილეები იცნობენ დივერსანტს, შინაგან ხმას, რომელიც ცვლილებების მოახლოებისას გვაფრთხილებს, რომ ჩვენთვის ნაცნობ უსაფრთხო გარემოში დავრჩეთ. ევას ეს ხმა მაშინ ესმის, როდესაც საწინააღმდეგო სქესთან თავისუფლად იქცევა. გახსოვდეს, არ შეიძლება კაცებს ენდო. სანდროს მაშინ ესმის ხმა, როცა ხალხის ჯგუფშია. აქ შენი ადგილი არაა. როცა ნიკა დასვენებას ცდილობს, დივერსანტი ამბობს: არაფრის კეთებაში ნუ გაყავს დრო, შენ ხომ მეტი შეგიძლია. ამ ბოროტი აგენტის გაცნობის შემდეგ მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ პროგრესის ამ მტერს. შემდეგ კი ჯგუფი აჯამებს მთლიან პროცესს და მონაწილეები თავიანთ ახალ აღმოჩენილ თავებს ზეიმობენ. მეშვიდე დღეს მონაწილეები პრაქტიკულ საშუალებებს სწავლობენ, რომ გამკლავება შეძლონ ცვლილებებთან, რომლებსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ წააწყდებიან. ბოლოს ისინი სახლებში თავიანთ მშობლებთან ბრუნდებიან, რათა დაასრულონ რაც დაიწყეს. დაემშვიდობონ ძველ ცხოვრებას და დაიწყონ ახლიდან. ჰოფმანის პროცესი 1967 წელს ბობ ჰოფმანმა ჩამოაყალიბა. დღესდღეობით ეს პროცესი 16 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და თვითაღმოჩენის ეს ინტენსიური გზა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. მათ შორის ჯასტინ ბიბერი და კეიტი პერიც არიან. შინაგანი ტრანსფორმაციის გამო, რომელსაც მონაწილეები ამ პროცესში გადიან, მათ ურჩევენ, რომ პროგრამის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები არ განახორციელონ.